მისი მამა ზაქარია სულიწმინდით აღიუსო და წინასწარმეტყველურად თქვა: კურთხეული იყოს უფალი, ისრაელის ღმერთი, რადგან მოინახულა და გამოისკიდა თავისი ხალხი. აგვიმართა ხსნის რქა დავითის, თავისი მსახურის სახლში, როგორც თქვა თავისი წმიდა წინასწარმეტყველების პირით უძველესი დროიდან, რათა გვიხსნას ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულეს ხელიდან, რათა წყალობა გამოუცხადოს ჩვენს მამებს და გაიხსენოს თავისი წმიდა აღთქმა, ფიცი, რომელიც ჩვენს მამა აბრაამს დაუდო, რომ მტრების ხელიდან დახსნილებს უშიშრად ვემსახუროთ მას, სიწმინდითა და სიმართლით მის წინაშე ჩვენი ცხოვრების ყველა დღეს. და შენ, გრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგან წახვალ უფლის წინაშე მისი გზების მოსამზადებლად, რათა მის ხალხს ხსნის ცოდნა მისცე მათი ცოდვების მიტევებით, ჩვენი ღმერთის გულმოწყალე წყალობის გამო, რომლითაც აღმოსავლეთიდან ამომავალი გვესტუმრება, რათა ნათელი მოფინოს ბნელში და სიკვდილის ჭრილში მღვიმყოფთ და ჩვენი ფეხები მშვიდობის გზაზე წარმართოს. კრმა იზრდებოდა და სული ძლიერდებოდა და უდაბნოში იყო იმ დღემდე, სანამ ისრაელის წინაშე გამოჩნდებოდა.